ნახევარი საათის წინ სავატყუპოდან ბავშვი გაუტაცნია. თან უსვია ჩვენებისთვის. უსვია? არა, არავინ დაშავებულა, ომის სამართოთ ისროდა. მერე? წაუყვანია ბავშვი და ახლა სად არის და რას აკეთებს, არ ვიცით. ახლა თუძუს აწოვებს ალბათ. შიო არა? დიახ, ბატონო ალექსანდრე. რა ხდება შიო, შენ მაინც გამაგებინე? არ ვიცი, ბატონო ალექსანდრე, არ ვიცი. მე უნდა გასწავლოთ თქვენი საქმე. ახლავე გადაკეთეთ ყველა გასასვლელი ქალაქიდან. ახლავე. რა ვიცი ბრალი ამა. რაღაცაში. Თქვენი ბილეთი თუ შეიძლება. ბილეთი არა მაქვს.
აქ არავინ აღარ შემოუშვა. კიდევ მომეცი. რა ხდება იქ, რატო გავჩერდით? არაფერი. ვიღაცას რელსებზე მანქანა დაუტოვებია. გადააგორებენ და წავავთ. დილამშვიდობისა, ბატონო ბექა. გამარჯობაშია. 9 საათზე დაიწყო თათბირი, ნუ გზარით იქ არის. სხვა გამოსავალი არც აქვს. საწავასა დაემალება. მადლობ, შიო. კარგით აღარ. შენ პირდაპირ იქ წადი და დამელოდე. შიო. ბიჭები მზად ყავდეს. ია. ბექა. ხო. დედა ჩემი მოვიდა. შიო იყო. ეს როგორ არის? შენ რა. მაგრამ ბავში იყო გეძინა. მართლა? აი ამ იარაღს კიდე ვერ ვიტან. ახლა გიждები. დღესაც გვიან მოხვალ ალბათ. ბიჭად მომეთხრეს. მოდის. გამარჯობა. გამარჯობა. დილამშვიდობისა, ბატონო ბექა. დილამშვიდობისა. გამარჯობა. გამარჯობა.
არ უნდა ეკადრებინა ჩემთვის, გაიგე? არა შოთა, მე ნუმაცლავ. ჩემთვის არ უნდა ეკადრებინა. მაგას რა გონია რა? მე ამ სამ სუფრთხილდები სულ არ მჭირდება ბატონო. თუ უნდა სულწავ. დავა ბატონო. რა ხდება ნუგზარა, არ დაგვიჭირო აქ სულ ყველა. მე რისი დამჭერი ვარ. პირიქით, აქეთ არ დაგვიჭიროთ, ბატონო. რა ამბავია? რა გაყვილებს ბიჭო შენ? მე პატარა ბავშვი არა ვარ, ბატონო ალექსანდრე. მე არა ვარ პატარა ბავშვი. პატარა ბავშვი არა, მაგრამ დიდი ნაძირავა კი ხარ ალბათ. დილამშვიდობისა ბატონო ალექსანდრე. სადა ხარ ამდე ხანს? სოფიკო ხომართა გიგონია სამშობიაროში. არა, ჯერ არა. როგორია? ყოველ დღე ხედავდე კაცს, რომელსაც თურმე შენი მოკულა უნდა. შენ მაინც ფიქრობ, რომ ნუგზარია. ზეგი ტყუილად არ მithქვას ნაზირალა ხარ მეთქი. მე მგონი ტყუილად არ გეთქვავდი ბატონო ალექსანდრე. მერე მაგას დამტკიცება უნდა ჩემო კარგო. თანაც ძალიან მალე. გენერალური პროკურორია კაცი. ხალხს რას ეტყოდნენ ეს მაინტერესებს. მე მაინც მიჭირს ამის დაჯერება. ის სნაიპერი მაგის ნათესავი ყოფილა. რა გვარია? ჯიქია. რა ხრის კაცია? ახალგაზრდაა. ბიჭია. აი ესეთ გულუბრყვილო ახალგაზრდებს ასულელებენ ეს ნაძირალა ნუგზარები და მისთანები. გულუბრყვილო მკვლელი. არა, სულელია მეთქი მას ვამბობ. დარწმუნებული ვარ ჯეროდა რომ ჩემი მოკლით ქვეყანას გადაარჩენდა. ხო, ალბათ. მაგრამ ნუგზარზე მაინც მიჭირს ამის დაჯერება. ნუ ველავდი ბატონო ალექსანდრე, მალე ყველაფერი გაირკვევა. რაც შეიძლება დროზე დაამთავრე ეს საქმე ბექა. ეცდები ბატონო ალექსანდრე.
კარგი დაწყნარდი. სველი არ ახარ. Შეაში. Кормите его, пожалуйста. Перестань. Перестань, я прошу тебя. Ну не плачь, Господи, перестань. Я сейчас покормлю его. Прошу тебя. Отвернитесь. А, да. Ну что ты? Что ты, мать? Вот так. Тикია სრული იზოლაციაში არ როგორც გვიბრძანეთ. დღეღამის განმავლობაში პირადად ვაკონტროლებ. არ წერილი, არც ამანათი. მომავალშიც ასე იქნება. გარანტიას გაძლევთ. ყველა სამსახური გაფრთხილებულია. ფილტრს რატომ ამტყევთ? ფილტრიდან ჩემო ბატონო, იარაღი გაკეთდება. წამბრძანით. მაჩუკეთეს. გამარჯობა. გამარჯობათ. იცი ალბათ ვინც ვარ. ვიცი. შეშინება შენ არ გჭირდება. თვითონაც ხვდები რა დღეში ხარ. შენი შეწყალება მხოლოდ იმ კაცს შეუძლია, რომელიც უნდა მოგეკლა. ახლა ორთავე მეც და შენს ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ შეგიწყალოს. თავდებად დაგიდგები. ოღონდ საბაბი უნდა მომწე. ჩვენ ვიცით, ვინ ხელმძღვანელობდა შეთქმულებას. ვინ დაგავალა მკვლელობა, ვინ მოგცა იარაღი. მაგრამ ამ ხელა თანამდებობის კაცი რომ ავიყვანო, ბოლომდე უნდა ვიყო დარწმუნებული ჩემს სიმართლეში. წერილობით ჩვენებას არ გთხოვ. მორაფეს მოიტყვი, ხმას მოამოიღებ. სახელს მე გეტყვი, შენ თავი დამიქნიე. მხოლოდ თავი დამიქნიე, მეტი არაფერი არ მინდა. ნუგზარი,
პიძათ არ გეკუთვნის? მაგათ შენ აღარ სჭირდები. აუცილებლად ეცდებიან თავიდან მოგიშორონ. სიხე ჯერჯერობით მაგათია. ერთი წამით რომ მოვადუნო ყურადღება, ეგრევე გაგაქრობენ. აქ მე მეორედ აღარ მოვა. დამიჯერე მართლა მინდა დაგეხმარო. ამას გულწრფელად გეუბნები. შემომხედე ერთი. აი, ეს გადაგარჩენს. თავის დაკნევა. და არ დაგხვეწენ. მე მგონი გამოგადგება. აიცადე. ოღონდ არ დამხვიდო. უთხარით რომ მე ვერც ვესროდი ალბათ. როგორ ჩაგფერდი ისე იქნება. Народ, таджики. Поехали. Организуй. Хели! სროლა უნდოდა. არა. მაგას თავის მოკლა უნდოდა.
ბიჭი, ვენაცვალე. ისეთი კუტუნები აქვს, თუ გინდა დღესვე შევთო ცოლს. შეხედეთ, წყინვალეა, შესანიშნავი, არ გადმოვარდა. აბა, კიდევ ერთხელ გაუმარჯოს. ახალ შობილს, გაუმარჯოს. ჩემს სიძეს და ჩემს ქალიშვილს. გაუმარჯოს, ბატონო. მომართლა რას ვაქცევთ სახელს? შვენიერი ტრადიცია გვაქვს. ბავშვს ბაბუის სახელს არქმევენ ხოლმე. მამის ხვიდა. წმინდანები ვიღას ახსოვს თორემ. თორემ რა? წმინდა თეოფილეს დღე რომ ყოფილიყო ან წმინდა ნიკიფორესი. დავარქმევდით? დაგილოცავთ. ბატონო ბეკა. გაუმარჯოს. მადლობ ჩემ. გაუმარჯოს. გაუმარჯოს. გაგიზარდოთ, მეც მაგაგებდით, იცოცხლე. მე გავაღებ. გამარჯობა. გამარჯობა. გილოცავთ ბექა. მადლობ. ილოცავში. მადლობთ მამა. მოგზავნე. ო, ჩემს ზახალს გაუმარჯოს. გაუმარჯოს, ბატონო ბესალოს, მოგზავნე. ვინც მოვიდა გაუმარჯოს. ბატონო ბესალოს, მოსმოებული სასმის შესვლა. ბატონო მატარა შვილიშვილის სამეცნიერო. ბატონო ბეკა იფიქრებდი ოდესმე რომ ამხელა იმპერია დაიშლებოდა მაგრამ აი სისხლი რომ არ დაღვრილი იყო ჯობდა ალბათ კი ჯობდა მართლაც ქალბატონო ასმა ეგ საჩუქარია რა შეგიძლიათ აიგდადო აგიდაზე მაპატიოთ კი ბატონო იცოცხლეთ კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდი მადლობა როგორ ახარ შვილო კარგად ერთი რამე უნდა გთხოვ გაიყო მამა როგორ გითხრა ძალიან ერინულობდა აქ რომ მოდიოდა და ნუ აწყენია ჩემი ცოლია მაინც რატომ მე ძალიან თავაზიანად ვექცევი მაგრამ ერთი რამე მაინტერესებს რაღა მაინდა-მაინც დედაჩემის სურათთან დასვი კარგი მამა არ გეწყინოს რა უნდა მეწყინოს იოს უბრალოდ მოხერხული გისმენთ ბატონო ინგნება ერთი წუთი მარიამ ტელეფონთან გთხოვე გისმენთ? დიახ, მარიამი ვარ. საიდან? მერე? კარგი გასაგებია. ახლავე გამოვდივარ. დიახ. რა ხდება? მარიამ, რა ხდება? არაფერი. რა იცი, დედაჩემს გასაღები დაუკარგავს, ცოტა ხნით უნდა გავიდე და მალე მოვალ, ხო? წავედი. მანქანა გინდა? არა, მე ჩემი მანქანით წავალ. ხალხო უნდა დაგტოვოთ. დედაჩემის სახლში ვერ შედის, ქუჩაში მელოდება. მალე შემოგიერთდებით. კოტე, მოდი ერთი წუთით. გაცრავად. უნდა შეგაწახოთ. აპატიეთ. შინაგანი საქმეები არ მოაწყო. აი, ბატონი ბეკა, თავრობის ტრასია და მაგას უკეთ მოიხსენებთ. კი ბატონო, თავისუფალი და დამოუკიდებელი, ვერასოდეს ვიქნებით, მაგრამ პოლიტიკოსების სწორ არ შევაზია საქმეების დამოკიდებით ისის გავლენის სფეროშიც მოიქცევით. არ შემოგვიერთებით, ბატონო ბეკა. ახლა. მოდი.
გვასწავლის რომ ყველა ციხე შიგნიდან ხდება ერთგულოვანია შია აბა გაიგე საცავო ჩემი სიდიდრე ჩემთან მოდი შესულელოშე ოჩახ აბა აბორტ ნახე როგორ უხარია ჩემთან ყოფნა მაგრამ სადა მაგამის დრო კარგი ვინმეა მართალი გითხრა ბევრ ადამიანს მიჩვენია ნუ გზარს მაგალითად იცი რა ჩემო ბექა არსებობს ერთი რამ რასაც ხალხი ვერ ხვდება მე ამაზე სულ ვფიქრობ როცა დიდი პოლიტიკოსების ბიოგრაფიებს ვიხსენებ ადამიანებს გონიათ რომ პოლიტიკოსებს მხოლოდ ძალაუფლების ზღურვილი და ხელისუფლებისადმი სწრაფვა მოძრავებთ ამ დროს მხედველობიდან უშვებენ ან არ უნდათ გაიგონ რომ სწორედ იმ მომენტიდან როცა სახელმწიფო მოღვაწის კარიერა უმაღლეს წერტილს აღწევს ის უკვე აღარ ეკუთვნის თავის თავს ის სახელმწიფო ინტერესების ტყვე ხდება მე შეიძლება ზუსტად ვერ გამოვხატე რისი თქმაც მინდოდა მაგრამ არა გასაგებია ბატონო ალექსანდრე ყველაფერი გასაგებია მოკლედ დგება მომენტი როცა პირადი ინტერესები აღარ გაგაჩნია და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს ეზრუნავ მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ჩვენ შემთხვევით არ მოსულვართ ხელისუფლებაში ეს განგება მინებაზე ბატონო ალექსანდრე ძალიან მიჭირს თქვენთვის ამის თქმა მაგრამ ეს ჯიქია პატიმარი ახალგაზრდა ინანიებს უკვე და ეგება შეგვეწყება მაგ ახალგაზრდას ჩემი მოკლა უნდოდა ბექა ბავშვს რა დაარქვი ჯერ არაფერი შენი ბიჭის სახელზე შევიწყალე ისე არ არის ღირსი ნამდვილად არ არის ღირსი ხოშიო აი რა არის ფოტოებია სამშობი არა კარგი გასაგებია ბატონო ალექსანდრე სამშობი არაში უნდა წავიდე ო მეც წამოვა თქვენ ატომში შეწუხდით მინდა სოფიკოს მიულოცო ოღონდ მარტო მედაში დაცვის გარეშე ერთ მანქანას მაინც წამოვიყვან ბატონო ალექსანდრე მოდი აბა კიდევ ერთხელ შემოვხედე კარგია ესენი არ დარჩნენ გასაგებია დაგველოდეთ დიახ
ბატონო ალექსანდრე, რატომ შეწუხდით? გულმა ვერ გამიძლო და ავეკიდე შენს ქმარს. ილოცავ. მადლობთ. აი გავძანდით. მე თვითონ მოვლი ჩემ თავში დაწყარდი. ვერ მოიცალა ჩემს ხელში და არ გაუწყრე იცოდა. ეს რისთვის არის? ბავშვები რომ არ აერიოთ. ამრის გარეშე ვერ იცნობ? მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. რატომ? ცოტა სუსტათაა და ჟანგბადს უსუნთქებენ. დედა შენ იმიტომ დაიბარეს? არ ვიცი. რამას ხომ არ მიმალავთ? რას უნდა გიმალავდეთ? ხომ რიგზია ყველაფერი შვილო? კი, ბატონო ალექსანდრე. არა, თუ რამეა თქვი? არა, არაფერი. რა ამბავია? ძალიან გთხოვთ, დაგხვდოვეთ კაცებო. საერთოდ უცხო პირთა ყოფნა აქ არ შეიძლება. ახლა არ მითხრა, იმას გავხარო. მართლა ასე გავარ კაცო? ძალიან. თვითონაც ხომ იცით. მართლა? უცებერთი შეხედვით ძალიან. რაზეა? შეიძლება კარგიცაა. მე დაგტოვებ. მადლობთ ბატონო. ასე კარგი. დავეთ. შეგიძლია არიჩქა. მოვდივარ. ნახვამდის. ნახავ. თავარი ექიმი ხომ არ ნახო. არ გინდა რა ბეკა. ისედაც გადამყნე. თავს მევლებიან. თითქმის ყველა ახალშობილს ჟანგბადით ასუნთქებენ. კარგი, ორ დღეში გნახავთ. მიდიხარ სადმე? მაგზაუნის ერთ საქმეზე. არ შეიძლება რომ არ წავიდე. გასაგებია. აბა, შენის. ესე იგი ბავშვი არ ვნახო. კარგი რა ბეკა, ცოტა მოითვინე. კარგად ზანდებოდი. ნახვამდის. კარგად ზანდებოდი. ჭამე რა. Это еще кто такой? Сын Божий. А может и геолог. Никого нету там. Сегодня уже не откроют. День собрания. А ты за выпивкой? Нет, за едой. Бери, сынок. Спасибо большое. Спасибо. Здрасте.
ნახევარ საათში მანქანა აქ იყო, სამშობლოში მივდივარ. გამარჯობა ნიკოლას. გამარჯობა. როგორი მგზავრეთ? ნორმალურად. ყველაფერი თავს დაგვაწყდა. მე არაფრის ახსნასა და დაკონკრეტებას არ შეუდგები. ჩვენმა ხალხმა ისედაც კარგად იცის რა დღეშია. რა ხდება? ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. როგორი ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა. როგორ ძალებთან გვაქვს საქმე. მაგრამ აქ ერთი რამ უნდა ვთქვა და მინდა რომ ეს ყველამ კარგად გაიგოს. ჩვენს კურსს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის კურსს არ გადაუხვევ. სოფლიო ხალხთა ოჯახში სრულუფლებიან წევრად შესვლა სხვაგვარად არ შეიძლება. ძირფასო თანამემამულე. მოდი ერთად გადავავლოთ თვალი ჩვენი ანჯული ქვეყნის უახლესი. თუნდაც გუშინ ბავშვი სად არის? რა დრამატული პერიოდი გავიდა. ახლა უკან დავრჩა. ურთულესი ძნები. რა მოუვიდა? ჯერ ახალგაზრდები ხართ, ჩემო კარგო. რა მოუვიდა? მოკვდა? გარდაიცვალა. გამთლიანება. ჩვენს უპირველეს ამოცანად უნდა დავისახოთ. მე წავედი. როცა ჩვენ ხალხის არჩეულმა ხელისუფლება, ჩვენი ერის, საზოგადოების, მოთხოვნილებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყნის აღმშენებლობის, მომავლის გზები უნდა დავსახოთ. ახლა ღრმად დაფიქრება, მეცნიერული ანალიზი გვმართებს, რათა ჩვენი სახელმწიფოებრივი მშენებლობის, ჩვენი ეკონომიკის ეს იდეები იმდენად ცხოველმყოფელია, ისეთი მასშტაბური, რომ სიღრმისეულ კვლევის საშუალებას იძლევა. ინსტიტუტის დაარსების პირველი დღეებიდანვე სამეცნიერო მუშაობა ერთდროულად რამოდენიმე მიმართულებით წარიმართა. სტატისტიკურ აღწერას ელის ჩვენგან ერის ფსიქოფიზიკური პოტენციალი, ბატონო ბექა, შეიძლება ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ჯიქია რომ დახვიდეს, იცით ალბათ. რა სისულელეს ამბობშია? ამდენიც მომიტანის ფოტოები. სადა გაქვს? ჩვენი ხალხის განსაკუთრებული ბუნებრივი მონაცემები, სამოდი. ნიჭიერება, ფსიქონევროლოგიური თვისებები განსაკუთრებულ საგნად გვესახება. ყოველივეს დადგენა უნდა, დადგენილს შესწავლა, შესწავლის სამომავლოდ გამოყენება. სწორედ ამ საქმეს ემსახურება ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ძალისხმევით დაარსებული ინსტიტუტი, რომელსაც დღეს არსებობის პირველი წელი შეუსრულდა. კარგია. კარგი.
საიდან გავალ? აი იქიდან. სოფო გაიღოზე. რა არის? რა მოხდა? ჩვენ რაღაც გამოგრჩა, იცი? რა გამოგრჩა? ძალიან მნიშვნელოვანი რამ. რას მეუბნები გამაგებინე? ჩვენი ბავშვის დასაფლავება. არა, შენ გასაგებია, მაგრამ მე როგორ დამემართა ეს არ მესმის. რა უყურს ბავშვის გვამს? ბექა მე ეს ყველაფერი ძლივს გადავიტანე. ვცდილობ რამენაირად დავივიწყო და ძალიან გთხოვ. რას მთხოვ? რა უყურს ბავშვის გვამს არ იცი? ბექა. გაკითხები, რა უყურს გადააგდეს? დაწვეს? შეიძლება რაღაც ექსპორტიც გააკეთეს, რა ბექა? ბექა, იქ თავის წესები აქვთ. რა წესები? არ ვიცი, მაგრამ რაღაც წესები აქვთ. ჩემი შვილი მე უნდა დავასაფლავო. ოდიგავე. ვინგრება? კახია. თავი ექიმი აქ არის. არა, მარტო მორიგი ექიმია. სად ვნახავ? აი პირდაპირ, დერეფნის ბოლოში. აქეთ მოგზანდით. რისგან დაიღუპა? არ ვიცი, ვერ გეტყვით. რას იცამ? ზოგჯერ ჭირს ზუსტი დიაგნოზის დადგენა. ამ ბოლო დროს ახალშობილებში ძალიან იმატა სიკვდილიანობა. მოგზანდით. ქალბატონო ქსენია. ქალბატონო ქსენია. ქალბატონო ქსენია. ვინმე? როგორ ჩამწინებია? უკაცრავად. აგერ მეგობარს ჩვენთან ბავშვი გარდაცვლია და შესაკითხი გვაქვს რაღაც. ოი შვილო. როდის დედა, როდის? ერთი კვირა. უფრო ზუსტად 10 დღე იქნება. კონკრეტულად რა გაინტერესებთ? აი, რა ბედი ეწია ბავშვის? გვამს. ნახოთ. არ არის. აქაც არ არის. ნომერი რომ მქონდეს, გეტყოდით ზუსტ პასუხს. ნახოთ. 13 25 არა. არა. მე არ დამიმუშავებია. ნამდვილად? ნამდვილად დედა, ნამდვილად. გისმენთ? გამარჯობათ. გისმენთ? მე მეუბნებით? დიახ, თქვენ გეუბნებით. გისმენთ ბატონო. რას მისმენთ? ყოფნა არ შეიძლება გამოგზაინდ გარეთ. მადლობთ. რა უნდა გამოკალაქეს? ბატონო იური, ახალშობილი დაღუპია და მთხოვა რომ გითხარით რა სარკვევთ აგენაცოლე? ჩვენთან ყველაფერი წესის დაცვით ხდება. საერთოდ თქვენ ვინ ბრძანდებით? და რა პრეტენზიები გაქვთ? რა იცოდები საბრძანდები მაშინ. ბატონო, ვერ გავიგე? გვერდმუნეთ. ყველა ღონეს ხმარობთ რომ ჩვილს არაფერი დავაკლოთ. ვისიც არ უნდა იყოს. სამედიცინო ეთიკას ვიცავთ. რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებ. აბსოლუტურად ყველაფერს. ახლა კი მიბრძანდით თუ შეიძლება.
ყველაფერი წესის მიხედვით სრულდება, გვამილსათოდ ნადგურდება, გამონაკლისი არ არსებობს. გასაგებია. Понимаете, доктор, меня Клавдия Васильевна прислала. Извини. Может, вы... Я его уже осмотрел. Судорог не замечали? Как? У него судороги бывали? Нет. Нет. Ага. Видите ли, Клавдия Васильевна сказала, что ребенок слабо сосет. Да, сосательный рефлекс занижен. Видно, роды были трудные. Рефлекс может ослабнуть еще больше. И тогда он совсем перестанет есть. И такое может случиться. А потом? А что потом? Значит, ничего нельзя сделать, доктор. Надо надеяться, вот и все. На Бога. Извините, у меня нет денег. Какие деньги? Ничего не надо. Я еще загляну к вам. Надеюсь, теперь вы меня не тронете? Нет, что вы. Хорошо, что есть материнское молоко. Но Клавдия Васильевна очень рискует. Вы человек посторонний, неверующий. Я христианин, крещен в церкви. Вот именно. Спасибо вам, доктор. Не за что. До свидания. До свидания. Славен Бог, прославился. Велико имя Его по всей земле, по нашему желанию был Бог и будет. А теперь, братья и сестры, для бесед о Святом Писании
Побеседуем все общины наши, сколь праведны мы были перед Господом нашим и друг перед другом. Скажем и об исходе нашем с этой земли. Готовы ли к пути дальнему? Нет ли среди нас хворых и слабых? Как с чем поступать? Пойди на минутку. Был у него? Да, Клавдия Васильевна. Ну что скажешь, как малыш? Утешительного мало, я говорил отцу. Ладно, попозже поговорим. Хорошо. Клавдия Васильевна, вернешься-то скоро? Скоро. Угу. Вот кто нас уму-разуму-то учит. Сами ведь ее на свою голову посадили. А еще не поздно все исправить. Больше туда не ходи. Сама приду, когда надо. Он был голодный. Давай. Проголодался мой маленький. Сейчас. Ну что, родненький? Отвернись, пожалуйста. А, да. Что сказал доктор? Ничего хорошего. Как будто вначале хочет кушать, а потом вдруг бросает. Он очень болен. Я это уже поняла. А где его мать? Умерла. При родах? Да, при родах. Сиротинка ты моя. Кушай. А как ты его назвал? Пока никак. А ты откуда сам? Из города. А к нам зачем пришел? Так получилось. Если не хочешь, не отвечай. А мы уходим отсюда. Как уходите? Переселяемся всем миром насовсем и очень скоро. Ты придумай что-нибудь. Как он тут будет без меня? წყდება ქვეყნის ბედი. დღეს ეკრება საფუძველი მომავალს. სადავეები ჩვენს ხელშია და საითაც მიმართავთ იქით წავალ მთელი ერის ცხოვრება. ახლა მე და შენ მთელი ფიზიკური და სულიერი ძალების მობილიზაცია გვმართებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება საკუთარ თავზე ვიფიქროთ. შენ კი რაღაც გემართება. ნუ თუ ვერ გზნობ რომ ის ბექა აღარ ახარ ადრე რომ იყავი. რა მოგდის? რაშია საქმე? არ მეგონა თუ ამგვარი საუბარი მექნებოდა შენთან. შენ იცი რომ უფრო ერთგული თანამებრძოლი მე არ მყავს. შენ ჩემი დასაყრდენი ხარ და ალბათ ერთადერთი. დღემდე მშვიდად ვიყავი, ვიცოდი თუ რამე შემემთხვეოდა, ჩემს საქმეს ღირსეული გამგრძელებელი ეყოლებოდა. ახლა აღარც კი ვიცი რა ვიფიქრო. ხალხის მონიჭებულ ნდობას გაფრთხილება და დაფასება უნდა, ჩემო კარგო. ნდობას. ნდობას, ჩვეულებრივ ნდობას. არ მესმის რას მეკითხები? ეს ქვეყანა, ბატონო ალექსანდრე, არც თქვენ გეკუთვნით და არც მე. ჯიქია რატომ დახრუტეთ? ჯიქია საქმე პროკურატურამ გადაწყვიტა უჩემოდ. მე აღარ ჩავრებულ ვარ, არ იყო მაგის დრო. შენ მშვენივრად იცი რომ მისი ლიკვიდაცია მე სულ არ მაწყობდა. ერთადერთი მოწმე გვყავდა. ახლა ისაა საფიქრალი. ვინ უნდა დაუპირისპიროს სასამართლოზე ნუგზარს? სხვათა შორის ეგ შენი საზრუნავი და თავსამთნევია. თქვენ დამპირდით რომ ჩემი შვილის სახელზე შეიწყალებდით. აი თურმე რაში ყოფილა საქმე. და შენ თვლი რომ შენი შვილის სიცოცხლე ჯიქია შეეწირა რა?
ცრუ მორწმუნეცა ხარ კაცო. ჩემო ბეხარა სამწუხაროა რომ შენი პრეზიდენტის გულწრფელობაში ეჭვით შეგბარვია. დიახ, მე ერთხელ მართლაც ვიცრუე. ბავშვის გვამს მოეძებ. გეტყვი რატომ? ვიცი რომ გაგიჭირდება. მაგრამ ყველაფერს გეტყვი. შენი შვილის ჯანმრთელობაში ექიმებმა თავიდანვე ეჭვი შეიტანეს. მერე გაირკვა რომ მძიმე დაავადება ჰქონდა. ერთ თვეზე მეც ვერ იცოცხლებდა. ბავშვის ტანჯვისთვის რომ არ გეყურებინა, კითხარით დაიღუპაო. ასე იმიტომ მოვიქეცით შენთვის ეს საშინელი განცდა აგვეცილებინა. შენ ახლა ჯანსაღი ფსიქიკით, ნათელი გონებით სჭირდები ქვეყანას ბეკა. გააჩერე. რატომ უნდა გააჩეროს? გაგიჟდი შენ? რატომ ერავით ჩემს პირად ცხოვრებაში? ვინ მოგცა ამის უფლება? ხელი ჩაწიე. გასაკეთე ბეკა. ჩაწიე ხელი ბეკა. გადმოცანდით. რა შეესაქმე? რა შეესაქმე ბატონო ბეკა? რა ამბავია გავაგებინე? ყურადღება გავჩერდით. ასკნარდიშიო. დაანებეთ თავი და წავედით. ჩემთან განან შეჯიგით. ამანებე თავი. ჩემთან წამოდით. წადი. ისე მინდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი შენი გულისთვის გავაკეთე. ის მაინც მოგდებოდა, ხელში ჩაგვაკვდებოდა, გესმის? შენ წარმოგიდგენი არას ნიშნავს ქალისთვის, საკუთარ შვილზე უარის თქმა. პრეზიდენტმა რა არ იხონა, მაგრამ უთხრეს, რომ მედიცინა უძლური ყოფილა ამ დაავადების წინაშე. ბავშვის წვალებისთვის რომ არ გეყურებინა, ვამჯობინე საერთოდ არ გენახა. ვიცოდი რა დღეშიც ჩავარდებოდი. შენ ახლა ჯანსაღი ფსიქიკით ჭირდები ქვეყანას, ბეკა. ძალიან გამიჭირდა. მაგრამ მართლა შენი გულისთვის გავაკეთე ასე. უბრალოდ პატივს გცე. და მიყვარხარ ბოლოს და ბოლოს. რა კიდევ ის მიყვარს სამშობიაროში რომ მიაგდე? შეიძლება ცოცხალიც აღარ არის. შეიძლება. შეიძლება ექსპერიმენტებსაც უტარებენ. ესე შეიძლება. სადა ყავთ ბავშვი? ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. სადა ყავთ ბავშვი? ბავშვთა პათოლოგიურში, სანაპიროზე. ბატონბექა, ახლა მივიღე ბრძანება რომ რაო დააკავეო? დიახ. ეს რომ არაფერი შეგეშალოს.
вечное несет в мир путь Божий и торжество правды и истины. Через женщину рождается весь праведный род. Ты, Дева Богородица наша. Дева потому, как под венцом не стояла, венца в руке не держала, попу руку не целовала. Но, вразумляя и поучая мир, Богородица чиста должна быть, как агнец Божий. Раз начал, братец Тимофей Егорыч, то уж давай до конца. Если есть что сказать, говори. Богородица должна быть безгрешной. А ты подумай, прежде чем языком молоть. Путь у нас долгий, трудный, и новую жизнь начинать, и все с самого начала. А глава община тут всем пример. Все без оглядки за главой идти должны, как слепой за поводырем своим. Ты что, Алексей, пророки метишь? И Богородицу, а то и пророка всем миром выбираем. А вы-то кто, чтобы меня судить? Говорите яснее, зачем пришли, да идите себе с Богом. Богородица, поведайте. Кто тот незнакомец с младенцем? Это не ваша забота. Народ должен все знать про свою Богородицу. Вот народ и узнает. А вы ступайте себе по-доброму. Некогда мне с вами. Дел много. А мы уже не почитаем тебя как Богородицу. А это мы еще посмотрим. Беда с Клавдией Васильевной. Я за вами. Старейшины взбунтовались, хотят остричь ее. Решили захватить власть. Я послал будить людей, если успеют остричь, поздно будет. И не быть ей Богородицей, надо успеть. Источник воды живой, рождающее живое творение Божие, через которое к нам, грешным, идет благодать, честь и слава на человечество. Нет в нашем сердце зла, гордости, черствости и гнева. Не на небесах, а на земле, среди людей творим мы. Не вмешивайся. Это не твое дело. Уходи отсюда. Это чего? Не подходи, нечистая сила. Дай сюда. Не подходи, порежу. Стоять! На колени. Ах ты, гад ползучий! На кого руку поднял? На Богородицу нашу! Фия, дай-ка взглянуть. Вот. Косынкой завяжите. Спасибо. Нет, ничего страшного. Ничего серьезного. თქვენი მოძებნა ჩემ თავზე არა. დავარწმუნე რომ დიდი ოპერაცია არ იყო საჭირო. უშველად რომ გითხრათ, გაუგნებული ვარ, ვერ გამიგია რა ხდება თქვენ თავს, ბატონო ბეკ. სხვადასხვა შევლას მოგაგენით. იცი ანაკ რომ ვარ. შეჯერებით არა. დასაპირე. ბატონო ბეკა, მე სახელმწიფოს ვემსახურებ. ეს მე თქვენგან ამაქვს ნასწავლი. თქვენ თვითონ რას აპირებთ? არ ვიცი. დამხვალთ? არა. არ გესგენოთ, მაგრამ უნდა შევატყობინო, რომ აქ ახართ. კარგი შია. შენი საქმე შენიცი. კარგი.
Мужиков вокруг много, а опереться не на кого. Мне еще крест Богородицы нести. А я обыкновенная баба. И жить бы мне, как все. Я тут и баба, и мужик, и голова. Не могу я больше, устала. Прислониться бы кому и отдохнуть. А где отец ребенка? Его здесь нет. Вообще муж для нас как трутень для пчел. Наследник есть и ладно. Проснись, ему плохо. Не шевелится совсем. Это конец, доктор? Нет, но он обречен. Я выйду. Богородица, всем миром ждем вас в молельном доме. Помолимся перед дальней дорогой. Извините, что не смог вам помочь. Может, можно что-нибудь сделать, Бог милостив. Нет, ты иди. Пойдем с нами. Нет. Хочешь, я останусь с тобой? Нет, Клавдия Васильевна. Иди к своим людям. Пошли. Давайте поклонимся этому месту.
შესულში და